ეს შეკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ის საფუძვლად უდევს იესო ქრისტეს განმარტებას ხელახლაშობასთან, სულიერ აღორძინებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც უფალი იესო პირველად იწყებს საუბარს ამ საკითხის შესახებ, ნიკოდემოს არ ესმის, რაც გულისხმობს ის. როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? თუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას, სვამს კითხვას იგი. ბევრი ადამიანის აზრით, ნიკოდემოსის მიერ დასმული კითხვა იმაზე მიუთითებს, რომ ის იმდენად გონება ჩლუნგია, რომ ნათქვამი პირდაპირ მნიშვნელობით ესმის. მაგრამ ეს ძალიან უხეში შეფასებაა. არავინ გიწოდებთ ისრაელის მოძღვარს, თუ უჩვეულო მეტაფორის შემჩნევის უნარი არ გაქვთ. ვფიქრობ, როდესაც იესო ამბობს, რომ ღვთის სასუფეველში შესვლისათვის ადამიანი ხელახლა უნდა იშვას, ნიკოდემოსს ესმის, რომ ადამიანი არ არის საკმარისად კარგი ამისათვის. საჭიროა თავიდან დაწყება. ახალი, განსხვავებული სიცოცხლიდან ამოზრდა, განსხვავებული საწყისის ქონა. ნიკოდემოსი ფიქრობს, რომ ქრისტე ძალიან შორს მიდის. ადამიანებს არ შეუძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება, ან ახალი სიცოცხლის დაჩემება. ახალი შობის შესახებ კვეხნა, თუ ახალი დასაწყისით ტკბობა. ჩვენგან უმეტესობას გვინატრია, რომ შეგვძლებოდა თავიდან დაწყება, ან თუნდაც ჩვენი ცოდვებიდან ყველაზე ცუდი სამოშლა მაინც. ალფრედ ლორდ ტენისონი წერდა: და გაიღვიძოს ჩემში სხვა კაცმა და ვინც ვიყავი გაქრეს ანაზდად. ნიკოდემოსი ფიქრობს, რომ ამაოებაა დაჟინებული მტკიცება ახალი დასაწყისის შესახებ. ცოტაოდენ დაგვიანებულია ახლიდან დაწყებასთან დაკავშირებული მოთხოვნა მაშინ, როდესაც ამდენი რამ შეგვეშალა ცხოვრებისეულ გზაზე სვლისას. და თუ ეს მოეთხოვება ადამიანს სასუფეველში შესასვლელად, მაშინ მედი არ არსებულა. როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? იესო უკან არიხევს და ისევ იმავეს იმეორებს, თუმცა უფრო მეტად განავრცობს ნათქვამს ხელახლაშობასთან დაკავშირებით. ამჯერად წყლისა და სულისაგან შობის შესახებ იწყებს ლაპარაკს. ამავდროულად განმარტავს კიდეც. სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გაგება, თუ რას გულისხმობს ქრისტე ამ გამოთქმაში. მას რას გულისხმობს იგი? არა დამაკმაყოფილებელი მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს, რომელი მოსაზრებებიც არ არის დამაკმაყოფილებელი. ზოგი ვარაუდობს, რომ ქრისტე ორ შობაზე საუბრობს. ადამიანი არა მხოლოდ ბუნებრივი შობით უნდა იშვას, არამედ სულიერადაც. ანუ ადამიანები არა მხოლოდ ფიზიკურად უნდა იშვან, არამედ ხელახლა უნდა დაიბადონ. ამ განმარტებას აქვს ორი მთავარი ნაკლოვანება. პირველი, ის აუტანლად ბანალურია. ზემოხსენებული ფრაზის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ სასუფეველში მოხვედრისათვის აუცილებელია ადამიანი არსებობდეს, ანუ უნდა დაიბადოს. დედამიწაზე უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ იესოს პასუხის მთელი არსი მეორე ნაწილშია ჩადებული, რაც ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას მატებს პირველი ნაწილი ქრისტეს განმარტებას. მეორე, ანტიკური სამყაროს დროინდელ წყაროებს შორის ვერც ერთი ვერ ვიპოვე ისეთი, სადაც წყლისაგან შობა ბუნებრივი დაბადების აღნიშნული მეტაფორა იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არის ის, რომ ბუნებრივი შობის წინმდევი ან მიოტური სითხის დაღვრამ ჩაუყარა საფუძველი გამოთქმას წყლისაგან შობასთან დაკავშირებით. და უშუალოდ რომ ეს ასეც იყო. თუმცა ეს გამოთქმა არც ებრაულ და არც ელინისტურ წყაროებში არ გავრცელებულა. ორივე შემთხვევაში ხსენებული განმარტება დამაჯერებლობასაა მოკლებული. სხვები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომელსაც შეიძლება საკრამენტული განმარტება ეწოდოს. ამ მოსაზრების მიხედვით, ხელახლა შობა დაკავშირებულია როგორც ნათლობასთან, ასევე ღვთის სულთან. თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა ეფიქრა იესოს იმ ვითარებაში, რომ ნიკოდემოსი სიტყვა წყლის მოსმენისას წარმოიდგენდა მინიშნებას ქრისტიანულ ნათლობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, იოანეს სახარების მომდევნო თავში მოციქული ხაზს უსვამს იმას, რომ თავად იესო არ ნათლავდა ხალხს. ამას მისი მოწაფეები აკეთებდნენ. უკეთესი განმარტება. არსებობს განმარტების უკეთესი გზა. პირველი მკაფიოდაა გამოკვეთილი იოანეს სახარების მესამე თავის მესამე მუხლსა და იოანეს მესამე თავის მეხუთე მუხლს შორის არსებულ პარალელებში. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. მყისვე ცხადი ხდება, რომ წყლისა და სულისაგან შობა პარალელია ხელახლა შობისა. სხვა სიტყვებით, წყლისა და სულისაგან შობა არ შეიძლება ორ შობას მიემართებოდეს,
ბუნებრივსა და სულიერს. ეს სიტყვები შეეხება ერთ შობას, რომელსაც იესო გულისხმობს ხელახლა-შობაზე საუბრისას. აქედან გასაგებია, რომ ქრისტე ხელახლა-შობას განმარტავს ფრაზით წყლისა და სულისაგან შობა და ამით სცემს პასუხს ნიკოდემოსის შეკითხვას ხელმეორედ შობასთან დაკავშირებით. მეორე, მომდევნო მუხლებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ იესოს აზრით ეს პასუხი ნიკოდემოსისთვის გასაგები უნდა იყოს. ქრისტე საყვედურობს ნიკოდემოსს, რადგან ის ვერ იგებს ამ პასუხს მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოძღვარია. ნიკოდემოსი განათლებული ფარისეველი გახლდათ და მას შესწავლილი ჰქონდა წმინდა წერილი. ის, რასაც ჩვენ დღეს ძველ აღთქმას ვუწოდებთ და ასევე დამატებითი თეოლოგიური განმარტებანი. ნასწავლის საფუძველზე, რას უნდა მიმხვდარიყო ნიკოდემოსი იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, რაც მას ნათქვამის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა. აქედან გამომდინარეობს მესამე პუნქტიც, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასე ჟღერს. ძველ აღთქმაში სად გვხვდება წყალი და სული ერთად ახალი საწყისის აღსანიშნავად? არსებობს რამდენიმე მონაკვეთი, თუმცა მათგან ყველაზე თვალსაჩინოა ეზეკიელის 36 თავის 25-27 მუხლები. და გასხურებთ წმინდა წყალს და განიწმინდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმენთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებთ თქვენში. ამოგარიდებთ თქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებთ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ. ამრიგად ქრისტეს დაბადებამდე 6 საუკუნით ადრე ეზეკიელ წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთი აღგვითქვამს, რომ მოვა დრო გარდაქმნის ძალის მქონე ახალი დასაწყისისა. მისთვის დამახასიათებელი იქნება განწმენდა და ამ განწმენდის სიმბოლო იქნება წყალი, რომელიც გამგვანს ყოველი უწმინდურებისა და კერპებისაგან და რომელიც სულიწმინდის ძალის მოქმედებით გარდაქმნის ადამიანთა გულებს. სწორედ ეს მოეთხოვებათ ადამიანებს, თუკი მათ ღვთის სასუფეველში შესვლა და მისი ხილვა სურთ. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტე იმეორებს, თქვენ ხელახლა უნდა იშვათ. მეოთხე, არ არის რთული იმის დანახვა, თუ როგორ შეეთანხმება წყლისა და სულისაგან შობის განმარტება ხსენებული თავის დანარჩენ ნაწილს და ზოგადად იოანეს სახარებას. იესო ქრისტე დამაჯერებლად აცხადებს, რომ ხელახლა შობის აუცილებლობა განპირობებულია ღვთიური გამოცხადების ძალით. თავად ქრისტე მოვიდა ზეციდან ამ გამოცხადების მოსატანად. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ჩანს მაგალითი იმისა, რომ ღმერთი თავისი ძალით იხსნიდა ადამიანებს მათი წოდებისა და კერპთაყვანის მცემლობისგან. მართლაც ეს ყოველივე ეფუძნება ღვთის უბადლო სიყვარულს, რომლის მიღებაც რწმენით არის შესაძლებელი. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.